მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიკებთ Stoger M3000 BKS მოდელს 66-იანი ლულით. ტესტირება მოხდება თავის ჩოკებში. ეს არის 1 ჭრილიანი ჩოკი, 3 ჭრილიანი და გარე 4 ჭრილიანი ჩოკი. ასევე გავისვრით Kixis ჩოკითაც. რომ ვნახოთ რეალურად სხვაობა ახალ ჩოკებსა და ამერიკულ ჩოკებს შორის. პირველი გასროლა იქნება წვრილი საფანტით 9 ნომერი 30 გრამი ვაზნა კონტეინერით. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი არის გადამული ერთმანეთზე, მანძილი არის 35 მეტრი. პირველი ნასროლი გარი 4 ჭრილიანი ჩოკით 30 გრამი 9 ნომერი. მეორე სროლა უკვე შევცვალეთ ჩოკი, პირველი გასროლა მოხდა 4 ჭრილიანი გარე ჩოკით, ეხლა დავაყენეთ უკვე 3 ჭრილიანი შიდა სტანდარტული ჩოკი, ვისვრით იგივე ვაზნას. ეს არის მეორე ნასროლი. მესამე სროლა უკვე შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ სრული ჩოკი, ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც მესამე ნასროლი სრული ჩოკით. შევცვალეთ ჩოკი, დავაყენეთ უკვე Kixis ჩოკი 0.665 გამომავალი არხის ზომით. ესეც Kixis ნასროლი, ამით დავასრულეთ წვრილი საფანტის სროლა, ახლა ვისვრით მსხვილ საფანტს. ვიწყებთ უკვე მსხვილი საფანტის სროლას. ჩოკი არის Kixis 0.665 ინჩი გამომავალი არხით. ვაზნა არის კლავპატრონის 4032 გრამი. ესეც მსხვილი საფანტი პირველი სროლა Kixis ჩოკით. მეორე სროლა უკვე მსხვილი საფანტის შეიცვალა ჩოკი, დადგა ქარხნული სტანდარტული სრული ჩოკი. ესეც სრული ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ ქარხნული სტანდარტული 3 ჭრილიანი იგივე ნახევარ ჩოკი. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ გარე 4 ჭრილიანი ჩოკი, ვისვრით 32 გრამ კლავპატრონის 40 ვაზნა. ესეც ბოლო გასროლა უკვე კლავპატრონის ვაზნის 0.25 მმ-იანი გარე ჩოკით. ესეთი შედეგი მივიღეთ, მოკლედ ეს თოფი ისვრის აი ასე დაახლოებით. ტესტირება არ არის მაღალი დონის, არ არის პროფესიონალური, რა თქმა უნდა, თუმცა საერთო ჯამში, საერთო სურათს მიახლოებით მაინც დაინახავთ. დასკვნები თავად გააკეთეთ, მოგწონთ, არ მოგწონთ და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ.